ქართული საშუალება. იაკობ გოგებაშვილი. შუა დღე იყო. ძალიან ცხელოდა. პატარა სანდრო მინდვრიდან შინ ბრუნდებოდა. შიმშილით ძლიერ აწუხებდა და წყურვილიც. გზაზე მეზობლის ვენახში ღობესთან დაინახა წითლად დაკუნწული ვაშლი. თვალი ზედ დარჩა. პირზე ნერწყვი მოადგა და კბილებმა კაწკაწი დაუწყო. ვაშლები თითქოს უცინოდნენ სადროს. იწვევდნენ და ეუბნებოდნენ. ამოხდი, მოგწყვიტე, ჩაგვიჩე და პირი ჩაიტკბარუნეო. სანდრო ყოფანობდა. ქურდულად სხვისი ვაშლის მოკრეფა ეძნელებოდა, ეთაკილებოდა. ცხოვრებაში არაფერი მოეპარა, მაგრამ ბოლოს ვეღარ მოითმინა. სულ მას წასლია, ახტა ღობეზე, მოიწია ტოტი და 4 წითლად დაბრაწული ვაშლი მოწყვეტა. მიდის შინისაკენ სანდრო, ჭამს ვალს, მაგრამ რაღაც ჯავრს გრძნობს, თითქოს გულში ვიღაც უზის და ეუბნება. ეხლა მქურდობა ჩაიდინეო. შხამად ეჩვენება ვაშლი საწყალ წუხს თავის სულწასულობაზე. მაგრამ რა ქნას, ვაშლებს ხომ ვეღარ მიაბა მცხეზე. მიდის ასე შეწუხებული. უცებ სანდრო გაჩერდა, რაღაც აზრი მოუვიდა, სახე გაუნათდა. სანდრო მოკურთხლა ვენახის პატრონის სახლისაკენ. მიირბინა კარებზე და დაიძახა. ნათლიდეთ, ერთი გარეთ გამობრძანდი. შენ ახარ სანდრო, რა გინდა, ჩემო კარგო, კითხა შინი დარვენს დიასახლისმა. ნათლიდეთ, გეთაყვა, ნუ გეწყინება. თქვენს ვენახში განაპირა ხეზე 4 ვაშლი მოწვიდე, პირის გასასვლელებლად და სამაგიერო სიკეთეს გადაგიხდი. შეგარგოს ღმერთმა, უთხრა კეთილმა დიასახლისმა. სანდრო დაბრუნდა სინდისდამშვიდებული და ტკბილად შეირგო წითელი ვაშლები.